საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული სამინისტროს ინფორმაციით შესაძლოა ეროვნულ გამოცდებში სიახლეები განხორციელდეს. თემაზე ქრონიკის ჟურნალისტი თამთა ცირა მოამუშავდა, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. თამთა, საინტერესოა, რას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა? დიახსოფო ერთიან ეროვნულ გამოცდებში სიახლეების განხორციელება იგრძნობა. შესაძლოა აბიტურიენტებმა სასკოლო გამოცდები და ეროვნული გამოცდები ერთიანად ჩააბარონ. როგორ ხვდებიან სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებას თავად აბიტურიენტები და პედაგოგები, ამას უკვე ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებში სიახლეების შეტანას გეგმავს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, სამომავლოდ საატესტაციო და ეროვნული გამოცდების ოპტიმიზაცია იგეგმება. ახალი ინიციატივის ფარგლებში სასკოლო გამოცდებისა და ეროვნული გამოცდების სინთეზი მოხდება და ტესტირებები სკოლის დონეზე ჩატარდება. საუბარი გვაქვს დოკუმენტის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოცდების გარკვეულ ოპტიმიზაციაზე. ანუ რომ მოხდეს საატესტაციო გამოცდების და სკოლის საატესტატო გამოცდების და მისაღები გამოცდების დაახლოება და შერწყმა ერთმანეთთან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ეს არის საკმაოდ შრომატევადი სამუშაო, იდეის დონეზე მუშავდება, მაგრამ ამ წელს ამ კუთხით სიახლეებს უნდა ვემართებით. აღნიშნულ სიახლეს დადებითად ხვდებიან როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, ისე აბიტურიენტები. მათი თქმით, 12 სხვადასხვა პროგრამის მქონე საგნის ჩაბარების ნაცვლად საატესტატო და ეროვნული გამოცდების სინთეზი აბიტურიენტებს საგამოცდო პროცესს გაუმარტივებს. ეს ორი გამოცდა, რომელიც ცალ-ცალკე ბარდება საატესტატო და ეროვნული, გარკვეული ტიპის წინააღმდეგობებს თუ დისკომფორტს ქმნის მოსწავლისათვის. მაგალითად, ის რომ მოსწავლეს უწევს ბევრი საგნის ჩაბარება. ანუ 4 საგნის მე-11 კლასში, მერე კიდევ 4-ის მე-12 კლასში და მერე კიდევ ივლისის თვეში დამატებით იმ ეროვნული გამოცდების ჩაბარება. გარდა ამისა, მოსწავლეს უწევს რამდენიმე საგანში მეცადინეობა თან განსხვავებული პროგრამით. საატესტატო და ეროვნული პროგრამა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და ბავშვები ხშირად ძალიან იტვირთებიან, იმიტომ რომ არ იციან სად როგორი მეცადინონ და ამიტომ ჩემი აზრით საინტერესოა თან ეს უფრო მეტ ფუნქციას დააკისრებს სკოლას. ამ დროისთვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ახალ ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს. წელს ამ კუთხით სიახლეები არ განხორციელდება. ახალი ინიციატივა 2016 წლამდე განსაზღვრული ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულების შემდეგ ამოქმედდება.